კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირების საკითხზე, ასევე ამ კუთხით ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებების მნიშვნელობაზე სათემო ფორუმზე იმსჯელეს. ღონისძიებას აღმასრულებელი ხელისუფლების და საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლები დაესწრნენ. გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ პროგრამის ფარგლებში ჩატარებული გარემოს დაცვითი კონკურსის გამარჯვებულები. კონკურსის უსაფრთხო თემის გამარჯვებული 2 სათემო ორგანიზაცია 10 სკოლა და 6 საბავშვო ბაღი გახდა. პროგრამის მიზანი საქართველოს მოსახლეობაზე, საარსებო გარემოსა და ინფრასტრუქტურაზე კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების უშუალო ზემოქმედების შემცირებაა. ამ პროექტის ფარგლებში მოგესალმებათ 11 მდინარე საუში ხორციელდება შესაბამისი ინფრასტრუქტურის დამონტაჟება, რომელიც მისცემს საშუალებას წინასწარი შეტყობინების პრევენციის, ეროვნულ დონეზე ხდება შესაძლებლობის გაძლიერება. მთავარი ამოცანა არის, რომ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება მოხდეს ამ მიმართულებით. ამიტომ არის ჩართული მუნიციპალიტეტები. თეული მუნიციპალიტეტი, ვინც ჩართულია ამ პროექტში, წინასწარ საზღვრავს გარკვეულ რისკებს, იღებს ინფორმაციას და რაც მთავარია კლიმატთან დაკავშირებული წინასწარი პრევენციები არის აუცილებელი და მნიშვნელოვანი და რაც მთავარია ეს აძლიერებს ჩვენს მუნიციპალიტეტებს ადგილზე და სათემო კავშირებს. საქართველოს მაგალითია, რომელსაც უნდა მივბაძოთ, რათა კლიმატით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება კიდევ უფრო წინ წავწიოთ. ჩვენთვის დიდი პატივია ვიყოთ საქართველოს პარტნიორი ამ მიმართულებით. მადლობას ვუხდით შვედეთის, შვეიცარიისა და რა თქმა უნდა საქართველოს მთავრობებს შესანიშნავი თანამშრომლობისთვის. 154 ფერმერს გადაეცა აგრომეტეოროლოგიური მონიტორინგის გაჯეტი, რაც მათ საშუალებას აძლევს სწორად დაგეგმონ აგროსამუშაოები და თავიდან აირიდონ შესაძლო რისკები.